მოგესალმებით მეგობრებო, ქალაქი ჭიათურა, საპროტესტო კარავი. ჩვენ მხარს ვუჭერთ პეტიციას საქართველოს კანონში უცხოელთა და მოქალაქეების არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე. კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არ უნდა ქონდეს უფლება უცხოეთიდან შემოსულ პირს მარტივად მიიღოს ქვეყნის მოქალაქეობა, მარტივად შეიძინოს მიწები და ეს ყველაფერი იყოს მათთვის გამარტივებული. ჩვენ, როდესაც სხვა ქვეყნებში მივდივართ, არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ფუფუნება არ აქვს. მით უმეტეს მოქალაქეობაზე ლაპარაკი ზედმეტია და მიწის შეძენაზე ხო საერთოდ საუბარიც აღარ არსებობს. ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ის საქმე, რაც დღეს ქართველებმა უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა, ეროვნულობა პირველ რიგში და არ მოხდეს ამდენი უცხოელის შემოდინება მიგრანტების სახით. ფაქტია სახეზე, რომ მაგალითად ესეთი მინდა ვთქვა, კურიერების მიმართებაში უკვე ბევრი მოქალაქე გამოხატავს პრეტენზიას, რომ არაკვალიფიცირებული ენის არ მცოდნე, ტერიტორიის არ მცოდნე ადამიანები, რომლებიც რაღაცა კვებაზე არიან პასუხისმგებლები ადამიანების კვებაზე მომსახურეობით ნაწილში და ფაქტობრივად არაფერი არ იციან და ანაცვლებენ ქართველებს, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები, რომლებიც ესენ ფულს ასე ვთქვათ, უკმაპურს შეულობენ და ფასებსაც კი ამცირებენ ბაზარზე ამასთან დაკავშირებით და ქართველის მოსახურეობას ფას უკარგავენ. მოკლედ, გელოდებით ყველა საპროტესტო კარავთან, ვინცაც განაღლებთ ეს საკითხი, მობრძანდით ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, მოაწერეთ ხელი ამ პეტიციაზე, რათა კანონმა მიიღოს ძალა და შევიდეს ცვლილება უცხოელებთან დაკავშირებით.